ჩვენო ვიდეო გავწერო. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ბახმაროში. ანუ იმყოფებიდან ხოლმე ხარ, ხო? არა, წილო ცოტა. სადან? წილო ისე არ იღებს ხმას და ისე არ წუნებს, რომ დაგვავიწყდა. ანუ არანაირი სტამბული და არანაირი ბარსელონა და არაფერი არა. აქ უნდა მოხვიდე ცოტა. ბახმაროში კონკრეტულად. თან ეხა ვართ ისეთ ადგილას, სადაც არის თოვლი, ანუ 13 აგვისტოს ვის გიგუნდავიათ, ჩვენ გვიგუნდავიათ. ურში არა. შეიძლება ყავდეს არ არის. გაგარე ეს კიდე. აუჯო. სუთასის ხლებ ყავს ეს. წილო. იესალმე შენ შვიდ გამოწერს. მეორე ვიდეოს რო მოვიდა. ვა, აი ესეც დოხში მოგებული ცხენი. და წილო. ფოტოგრაფი გამოდი. ეხლა მართლა არ ვსაქორებას რა ქვია, მაგრამ ბახმაროდან ფაფარადან ამოვედით კონკრეტულად. ამოვუყევით. ხო, აქედან გსამიდის გორცას. კი ბატონი, ამოვუყევით ბოლომდე და ესეთ ლამაზ ადგილას გავეძრეთ. და თანქეთი პირველად არის ბახმაროში და გაგვიზიარეთ რა თქვენი ემოციები კამერის წინაშე. ციური, რომელიც ემოა. ეს ჩვენი ხო, ეს კიდე ჩვენი მეგობარი არა ის. ეს ცდილობს რომ დაგვეწიოს ბლოგერობაში, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში. აღწერაში იქნება ჩემი ლინკი და ჩემი ინსტაგრამი. სხვათა შორის ჩვენ უკვე გვაქვს YouTube და ვიდეო წდევს. ჩაგაკვეხებთ. აქ ელექტროანზე უნდა დაიდგას, მაგრამ აი აქ ჩანს ბახმარო. აბრო სიხარ, რა უნდა გააკეთო ზო? აი სიხარ და აი იმაზე ბანგლადეშის გეოპოლიტიკაზე მორიბილი. ამას ცოტა აკლია, არ შეიმჩნიოთ. მერე? ქეგდად არა ხავს ბადალი. სხვა საქართველოს სადაო, სხვა საქართველოს სადაო. ვაუ, აპლონისმატები. მის ჩამატება მინდოდა კიდევ რომ ესე იგი ცუდი გზაა, მხოლოდ ჯიბერთ ამხვალთ, მაგრამ ესე იგი წეგან გაგვახსენდა რომ შეგვეძლო YouTube-ისთვის ვიდეოს გადაღება და დავიწყეთ ეხლა. ეხლა მივდივართ დოხში გამარჯვებული ცხენის პატრონთან. ცხენებზე უნდა გაასიჭოს ბავშვები. მივემართებით ულამაზესი ხედების ფონზე. ახალ სადაც ამ კაცს აქვს ცხენების ფირმა, ალბათ ეგრე ქვია. საჯინიბო. საფხოლობით აქ ყავს და უვლის. როგორ ბრძანდებით ქეთევან? რეიესების მამულში. რეიესების მამულში რომელი ხარ? ხიმენა? ხიმენა ვიყავ ხოლმე. ეთი მაგხდინა უცნება. და serious country მეგობრებო. არის ჰოლანდიური დიში, ვახტება. ანუ რალამაზია თოვლი, სიწონე, ყვავილები, ცისფერი ცა. ფილმის კადრებით.
ბარო წავიდა. ეხლა შემდეგი პარტია იმზადება, ეს ჩემი ყუწები სულ მუდამ ჩემთან არის. წილო. აბა აპირებ თუ არა ცხენზე ჯერ. ძალიან მინდა და რავი. და რა გიხსნით? მე არ ვაპირებ. ოღონდ ისე მინდა რომ კაცკაცები, მაგრამ არ ვიცი თუ მოვიფლავე ვერა. წილო. შენი გამომწერებისთვის. წილო. შენი 7 გამომწერი გიყურებს. Eres ese hombre que me mira y me desnuda, una fiera inquieta que me da mil vueltas y me hace temblar, pero me hace sentir mujer. Nadie me lo quita. Siempre seré. ჩვენ მეგობარი ტატო მიჩნდება პირველად ცხენზე. ტატო კომენტარი. მენა ეხლა ნახავთ ალექსანდრე მაკედონელს და ბუცეფალ ვოლორს. უღრმესი მადლობა. მადლობა ნახვამდის. ჩვენი ყველა მეგობარი ჩავარდა ფუნაში და ეხლა ჭყაპალები ფეხებს რომ ამოიწეცხონ. ძალიან საინტერესოა. მაცადე ბლოგვის გადაღება შეახალდაწყებულ იუთუბერო. მე მინდა რომ ჩენელიც არ გაქვს. გაგაცნოთ სხვა არხის თანამშრომელი. დავარი ტივის წარმომადგენელი. ბლოგვერები დაგვასაბსკრაიბ. ბლოგვერები. ბლოგვერები არა, ბლოგვერები. ბლოგვერები, ანუ ახალდაწყილი ბლოგერი არის ბლოგვერი. არა, ეს ნიშნავს ბლაგვი ბლოგი. ბლაგვი ბლოგი. ანუ ბლოგვერები. ბლაგი ბლოგი. ეს ქათამი გადამასკარ კურტუ მარტკარდება ხარი. ეს მაგარი წყალში შიშიდა. ეს შაშოშია. შაშოშია? ჩვენი თავარი იუთუბერი ცოტა ცუდად არის წინ. გამარჯობა. ახლა ვიმყოფებით ფაფარას მთაზე. აჭარო ოჯახში, სადაც უკვე მივირთვით ბორანო, სინორი და კაიმაღი. და ახლა ვყიდულობთ წასაღებ კაიმაღებს. ალექს მაგარი იყო? ყველს და ასე შემდეგ. მაგარი. ივენ მაგარი კი არა საუკეთესო. სტუმრად აჭარლებს ოჯახში და უნდა მივირთოთ სინორი და ბორანო. მაგარი. სარკეში რო ყურები ხოლმე არ არის რა. გამომხედება სპინძელო და ჭიქაცხალი მწყურია გოგო ღვინო მომიტანა და რა ყოფილა გურია შევხედე და ელდა მეცა და განასადმე ვიჩქარი აგერ ახლოს დაბრძანდიო და გამომიღო და ჭიშკარი შენი გაღიმება ჩემი სიხარულია რა ყოფილა მოდი შენ რას გვეტყვი? კაი გემრიელი იყო კმაკლი ვარ. პირველად რო გასინჯე თქვი? კი, პირველად გავსინჯე და კარგია, მაგრამ იმერული ხარ. მე უკეთეს ველოდი. აი ცვეთში. ბლოგვერების 7 საათი.
ეხლა ჩვენ მოვედით არტ კაფეში. ეს იყო ერთ-ერთი, კი არა და მე მგონი ერთადერთი პირველი კაფე, რომელიც გაკეთდა ბახმაროში. თან ძალიან ბახმარული სტილია და გირჩევდით ყველას რომ მოვბრძანდეთ. სალამი. როგორ გიკითხოთ დღეს? აუ გამოძინებული ნაჭამი ნასამი ნაკეიფა. აუ რეტარს ბახმაროში ვიყავ. ანუ რეკომენდაციას უწევთ ბახმარს. Hola chicas. Დელია. სიყვარული ძნელია. გამარჯობა, ჩვენ ვართ ბლოგერები. ჩვენ ვართ ბახმაროში და გვაქულაბაზე შეშასვა ყველა აქ. რატო არ დაგაგთმა? აი ესე დამსდევს ეს ერთ-ერთი ბლოგერი და არ მაცდის ბლოგვის გადაღებას. მე მინდა რომ შეიგადაგიყო ბლოგი. მე ვარ მთავარი ბლოგერი. კი, რატო? მე ვარ მთავარი ბლოგერების ოპერატორი. კაპიტანი, ბლოგერების კაპიტანი. მე ვარ ბლოგერების მთავარი ოპერატორი. მე ბლოგერების დალი ჩიტალაძე. ეს არის მეგობრებო მზის ჩასავალი გორა, სადაც ძალიან ბევრი ხალხი იკრიბება ხოლმე. თითქმის ყოველ საღამოს როცა მზეა და ესეთი საოცარი და ლამაზი ხედი იშლება აქედან. და დღევანდელ მზის ჩასვლასაც შემოგთავაზებთ და ასევე მის მერე იქნება წინა და შემდეგი მზის ჩასვლების ლამაზი კადრები, რომ დაატკბეთ ამ სანახაობით. ჩაუ. ჩართებებო, ჩართე. ესე ამოდის ნისლი ხოლმე მეგობრებო და ესეთი ლამაზი და ჯადოსნური სანახაობა გელოდებათ ბახმაროში. ყოველი მზის ჩასვლა არის განსხვავებული, არც ერთხელ ერთნაირი არ არის. ანუ უბრალოდ შეხედეთ წამში როგორ იწმინდება და რა სილამაზეა. საოცრება, მართლა ჯადოსნურია ბახმარო. დღეს ვიმყოფებით ჩვენს ერთ-ერთ ბლოგერთან კოტეჯში. ასეთი საოცარი ხედი ეშლება მას აივნიდან. ეს არის ჩვენ ერთ-ერთი ბლოგერი. რა ლამაზია სამშობლო როცა აღარ გვიყრეთ. მოვედი ხა შეგჭამ. მზადება კოცონისათვის. ძალიან ბევრი შევეკრიბეთ მეგობრებო. მეგობრებო, მიესალმეთ ჩვენ შვიდ გამომწერს.
გთხოვთ ხელი რომ დავუქნიოთ ყველამ რა. მადლობა. დალაიქეთ და გამოიწერეთ. მოგესალმებით. და დღევანდელ საღამოს კოცონზე იწვება სიმინდები. ამაგ ისენ აბა შეიძლება გაკეთო. ალოჰაე. დაუფუგეთ რომ გავდება. ვინმე მოგინა ხო? აი შენი. ჩემო ამაზო. ჩემო ამაზო. სიყვარული. ახალი წლები. ვინა მოგაგია. შენ გამიღიმე. გაგატეხულო. შენ მაგნაჩუ. მე რაღაცა იწვის უნდა. მიმდინარეობს მზადება ფეხბურთისათვის. ჩვენი ერთ-ერთი ბლოგვერი გვემშვიდობება რამდენიმე დღით და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ დოღზე დაგვიბრუნდება და კვლავ ჩაერთვება ბლოგში. მიდი კეთი, გააჭენე ცხნითი. შუათით. ბლოგვერების ნაწილი შემორჩით ბახმაროში და ეხლა მივიდივართ მზის ამოსავალზე. გვაცვია ყველა და ყველაფერი. 87 შარვალი ზედა ქვედა. ანუ გთხოვთ. ახლა კიდევ ერთ წინდა სამოვიცვამ. და შემდეგ წავალთ. აბა ოჯა. წავიდა. საათი 2 საკლია რაღაცა 5 წუთი. Unboxing-ი. 1 2 3 ანუ მე ყველა და ყველაფერი გვაცვია. ჩვენ რო შვიდო გავაგწერო თუ გსურთ რომ ასეთი ის არის კოჩელენჯები გავაკეთოთ და რაღაც ბლოგერები გააქტიურდნენ და subscribe-ე ჩვენი ჩვენ წავალთ ის კამბოჯაში დაუჭერთ გველებს. აი აპარატურა გავიდა გორი. ესე იგი ვცდილობთ რომ მთის ძირამდე მივიდეთ მანქანებით. რომ ძალიან ბევრი არ ვიაროთ, იმიტომ რომ სიარული სადღაც 4 საათი მაინც უნდა და ჩვენ გვინდა რომ ეს დრო შევამციროთ სადღაც საათღაღევრამდე. და თან გზა და გზა ისმის კითხვები რომ ზუსტად გახსოვს გზა? სწორად მივდივართ. ნამდვილად აკეთ, ანუ რა ვიცი, იმედია მივალთ მოვაღწიეთ ძალიან ლამაზი მთვარია და იმედია აქაც რამე მსგავსი მაინც გამოჩნდება. ჯერჯერობით ჩანს მხოლოდ ერთი მთა და ძალიან დიდი იმედია რომ მხოლოდ ეს და ამის კიდევ 2 არ არის. და ეხლა პარკინგდებით და შევუდგებით ფეხით გზას. ანუ ძალიან ჩვეულებრივად ფეხით წავიდეთ აქედანო. არანაირი ფანარი არ დატოვეს. აი ხა ავალ დავტესტავთ და დავყარეს და ავიდნენ. სადავალი გაისვასული. ანუ ნახევარი მთიდან აკო მოგვაკითხა და ყველა ერთად წვიდვართ ეხლა მანქანაში. დავუბრუნდით მეგობრებო დისლოკაციის ადგილებს. გავნაწილდით ისევ და ჯიპების საშუალებით გადავადგილდებით და ვაკონტროლებთ ყველაფერს. ძალიან ლამაზი მთვარეა. მივკრი მიმაფრის უზოღლუჩი მირა. აი ამ თის იქეთ რომ აღარ იქნება იმედი ამ თათქო არის, მაგრამ ეს უკვე ჩემთვის მარტივი ოპერაცია, იმიტომ რომ ძალიან ბოლომდე ამოვედით. ანუ მთვარესთან ეხა ისე ახლოს ვარ ხალხო რომ ვერც აგიხსნით. ეს არის ქვების გროვას რო დაინახავთ მანდ გაჩერდით და პასტებში წერია. და ქვების გროვა აქა. ქვების გროვა კი არა, მაგრამ დიდი ხარ დავაკეთე. აუ ცვეჩი რავი 40 წუთში მოვედით. კაი ეხლა ყველა წავუძინებთ დილის 6-მდე. მეგობრებო, ძალიან ხუზვართ თავარესთან და ვარსკვლავებთან.
და მინდა გითხრათ რომ ეს არ ყოფილა. ამის იქეთ კიდეა, ვარ ფეხის იერუსა მაინც ვერ ავწდით. მაგრამ ნახოთ. აი ანუ ძალიან ლამაზიცა, იმოჭედილია ვარსკვლავებით და თვარეც ძალიან ლამაზია და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რამე გამოჩნდება დიდ ეკრანზე. შევუდექით გზას. ანუ აი ბლოგვერისგან მოვითხოვ კონკრეტულ განცხადებას. ჩემგან? დიახ. ანუ ტვინი რო წაგვიღეთ ამოსავალი. არა, ვაგზელებ. ჯერ 100 მეტრი გვაქვს გამოვლილი. გთხოვი ხან ახეთ დაეცება, ჩაიკეცება ცოტა ხანი. აი უბრალოდ. ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ თქვენს გამო ავალ მართლა. ჩვენი 7 გამომწერის გამო აი ღირს. აქ გავაკეთებ თქვენ. Ups. ერთხელში ტელეფონი მიჭირავს ფლეშით, მეორეში კამერა. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რომელიმე ხელი თავისუფალი რომ მქონდეს. ხამოვედი. ამჯერხის წარმოგება. ძალიან კაი გადაწყვეტა. წლის ყველაზე კაი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ და თქვენ წაიღეთ ხოლმე. ყველგან ჯოხი. ნამდვილად ისეთი გზაა დაგჭირდებათ. სადაც წახვალთ ყველას. რო რამე ამოსავალზე მოდიან ხოლმე 20-30 კაცი ერთად. ჩვენ ახლა ვართ 10-ნი და რაღაც გარკვეული რისკები მაინც არის იმის, რომ ვართ ცოტანი და რამე ნადირი რო შეგხვდეს, შეიძლება შეგჭამოს, იმიტომ რომ დათვით შეიძლება შეგხვდეს და მგელიც. იარაღებითაც დადიან აქ. და თან ძალიან ბევრნი რა. მოკლედ იყოს უსაფრთხო და წინ არ ვიცი ხა მთის სილუეტს თუ ხედავთ და მანდ უნდა გადავიდეთ აშკარად. მეორე მთის წვეტაზეც ამოვედით. ეხლა იწყება დაღმართი. შედარებით გამარტივდება და აი ძალიან დიდ მთას ვადგებით. იმედია სილუეტი ჩანს. ანუ ძალიან ლამაზი ყვავილებია. თოლიები გინახია მერე წამებად ჩავსვავ რა ხო ხდება. მიწას აქ ისეთი ხმა, თითქოს ძირი აქვს გამოცლილი. შესვენების დროა. ზღვის შორტებით ვინ არის ამოსავალზე მიდი? იმენა აი ქვეშ არის. სიცარიელესავით და მეც ვგრძნობ აქ ვიბრაცია. მიდი კიდე? ჩუმათა. დამიჭირე. ერთი წამი ჩუმათა. ანუ ცა. და თან ჩვენს გრძნობთ ვიბრაციას. კი, იმენა რო თან ვწივარ და იმენა ვგრძნობ. ამოგიგა. ის მართლა სასწაულია. ზოგადად მეგობრებო ბახმაროდან ძალიან ახლოსაა ვარსკვლავი და მთვარე, ანუ ცასნახარ ძალიან ახლოს. ხო და ძალიან ხშირად ჩანს ვარსკვლავს ცვენა და ეხლაც გზაში რომ მოვდივართ, ძალიან ბევრი ვარსკვლავი ცვივა. იმედი ვიქონიოთ რომ აქ გამოჩნდება კვლავ რაიმე და აქეთ ჩანს დიდი დათვის თანავარსკვლავედი, უკვე ვეყარებ რა ხომ მეგონი. და ძალიან ლამაზია ვარსკვლავცვენა. მოდის რევოლუცია მოდის. ამოვედით? მეგობრებო, ამოსვლის ემოციები დავანახეთ. აბა, მე აწარმოებ. რა არის? ვაუ! მართლა ყველაფერი, მართლა კალონკაზე ვარ. მართლა კალონკა. ვაუ! ნუ მანქანა სადაც გავჩერეთ, იქედან 1 საათში ამოვედით მეგობრებო. დასვენებით. თან დასვენებით ნამდვილად. ინგლისური ასობით რომ მზის ამოსავალი გორაწერია. ძალიან საყვარლობაა.
და აი დანიშნულების ადგილიც. მეგობრებო, ნელ-ნელა იწყება განთიადი და ესეთი ლამაზი პეიზაჟი გვეშლება ბახმაროს მთებიდან, მაგრამ ძალიან ქარი ამოვარდა და ყველანი ვართ ჩაწიკტიკებულები და ჩახვეულები ერთმანეთზე. მთვარე ნელ-ნელა გვშორდება ყველა ნიშანია და ველოდებით მზეს. და აი ისიც მეგობრებო ულამაზესი მზის ჩასვლის შემდეგ დავიდარით სახლისკენ. ძალიან უცნაურად არის ბურთად ესე ყვავილები ყურდებად. ანუ ხალხო ცხოვრებაში ერთხელ აუცილებლად უნდა ნახოთ ეს სილამაზე. ჩვენი მანქანები გამოჩნდა. მგონი ვიდეოში არ ჩანს, მაგრამ თვალით უკვე ხილულია და ეს ძალიან ბედნიერს მხდის, ხამენათევს, რომ მიწევს მანქანასთან მალე მისვლა. მოვდივართ აქედან. შესასვლელი გვაქვს და აქ არის ჩვენი მანქანები. სხვათა შორის პირველი აღმართი მეგობრებო უფრო რთულია ვიდრე სხვა დანარჩენი, იმიტომ რომ უფრო დიდი და დაქნებულია. მიწაზე გართხმული ნაძვი რომ შეგხვდებათ, ესე იგი ეს არის პირველი აღმართი. და აი ეს რაღაც რო შეგხვდებათ. აუ ეს ეხა დააფრთხობს ამ ცხენებს და რატო დადიან წაღმა უკუღმა და საერთოდ რატო დგანან ამ დოღის გზაზე. ელემენტარული შეგნება ხო უნდა. კიდე წაიქცე იმას. წაიბორდა. არა, ალბათ მან ძალიან არ უნდა გავუშვო. ეს არის. ეს მაგარ
Faime! გადარჩა კი ადგა, მაგრამ თავზე წაძვრა ის. იქ ძალიან ცუდი ადგილია. ხო, ესე იგი, დამთავრდა დოღი, მაგრამ ესეთი დაორგანიზებელი დოღი ჯერ არ ყოფილა. ანუ დინამიკი არ დგას, რომ გაიგო საერთოდ დაიწყო, არ დაიწყო. თან ამ შუა დოღის დროს მდინარეში მანქანები გადადიოდნენ, გადმოდიოდნენ და მე ამ ბორბლის გაჭრილ ნაკვალევში 9 ცხენჯავარდა და დაილეწა. ანუ არ ვიცი რა. ძალიან დაორგანიზებელი იყო. და არც ელემენტარულიც კი არ იყო, ანუ არ ვიცი ვერ ვხსნი რა. წამყვანი არ ვიცი თუ იყო, მაგრამ აქამდე ხმარ მოდიოდა, იმიტომ რომ დინამიკიც კი არ არის. მანქანების გზა გადაკეტილი არ იყო. ორი მხედარი დაინტრა და ერთი ცხენმა წიხლი ჩაარტყა მესამე ადამიანთან და სასწრაფო არც კი იყო, ანუ 20 წუთის მერე მოვიდა წეღარ ვნახეთ და არც მისულა იმ ხალხამდე და არ ვიცი ესე ცუდად და დაორგანიზებლად რატო იყო ეს ყველაფერი წელს, მაგრამ წელს ძალიან დიდი მინუსი ორგანიზატორებს. ანუ ხალხს რო შეგნება არ აქვს მეთქი. ხანდახან მიჭხუბებიან ხოლმე. აი არა აქვთ, აბა რა არის ესე უნდა დაყარო ნაგავი? მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ტოვებთ ბახმაროს და ძალიან ცუდა მინდს. მივდივარ ბლოგერები ტოვებთ ბახმაროს. ძალიან გული გწყდება, საოცარი დრო გავატარეთ. მაგრამ დრო აუგვეწასulis, იმიტომ რომ სხვა რაღაცებიც უნდა ვნახოთ ამ ცხოვრებაში. ბახმაროში. ნახეთ რა ლამაზია. ძალიან ლამაზია. ხო და მეგობრებო, ეხლა წავალთ და რაღაც ერთ-ერთი ტრიპი კიდე გვაქვს დაგეგმილი და იმედია რომ გამოგვივა. თან დამავიწყდა რომ სხვაზე რო ვიყავით. არც ერთ არ გაგხსნენებია რომ ვიდეო უნდა გადაგვეყო და ვიყავით ზღვაზე და არაფერი არ გადაგვეყო. სიტყვაზე გვენდით რომ ძალიან ხერთ რო გავატარეთ. ისე არ შეგვიძლია ვიდეო ახლა კი ტელეფონის ვიდეოებით რა. არ ვიცი, გაჩნია რა იმით არის გადაღებული, რა კურსებით და ასე შემდეგ. ახლა კი პოვებთ უმშვენიერეს ბახმაროს და სხვათა შორის ფერიცოლების დღესასწაულის მერე ბახმაროში მეორე დღესა იცვლება ამინდი და ორი დღეა უკვე ძალიან ცუდი ამინდია და დრო ანამდვილად წასulis და ზაფხულში დაბრუნების. Bye bye. Bye bye. მოგესალმებით და გიბრუნდებით კვლავ ტურნედან. მივდივართ დავით კოლდიაშვილის სახლ-მუზეუმში. თერჯოლაში ვარ, სოფელ ზედა სიმონეთში და ესეთი ლამაზი კარ-მიდა მქონია ბატონ დავით კოლდიაშვილს. Mazia.
ჩვენი ნომერ პირველი ბლოგერი. როგორი ძველებური სუნი მოდის ნეტა იცოდეთ. ხის და რა ლამაზი აივანია. როგორ ჭაღია? ინტერვიუ ანის თან. უკეთრავად რა მეგობრებო. გამოიწიეთ. გამოწერო. დღეს მეგობრებო ნახავთ რა იცვა. არ გააყვარ ჩამოვარდეს. კილოგრამ თბარი ყონახე. ყველა კუთხეში. ყველა კუთხეში ბუხარი კი. და მეგობრებო, ეს არის ის საწოლი, სადაც გარდაიცვალა დავით კლდიაშვილი. აზნაურული ცხოვრება იმ პერიოდში. ნავენახევის მღვიმეში მოვედით და მედია გადაღება შეიძლება, იმიტომ რომ მინდა რომ გადავიყო რაღაცები. ახლა ველოდებით რა შეგვიყვანან. აბა მეგობრებო, ოჯახური ტრიფები. როგორ გავაკავოთ ბავშვი? თამაშობთ გაშეშობანას და გავართ უსასრულო. შეგვაერთეს ჯგუფები და ახლა მივემართებით ღვიმისაკენ. აბა წავედით მიწის ქვეშეთში. და კეთილი იყოს ბლოგერების ფეხი ნავენახევის მღვიმეში. ჩვენი ბლოგერი სამკმაოდ დამფრთხალია. თუ შეიძლება გაგვიზიარეთ თქვენი პირველი ემოცია. მიდი. ან მეშინია და რა უნდია ნახევარსაათი ცოცხლები. შესაძლებელი ზუსტად ცნობილი არ არის. და აღმოჩენის შესაძლებაც არ აქვს ზუსტი ინფორმაცია. პირველი ცნობილი 1926 წელს გაჩნდა, როდესაც პირველად გამოიკვლია საქაურობა ლევან მამაშვილის ხელმძღვანელობით. მისი ტალღებისათვის პირველად 1923 წლის მამაში გაიხსნა და საკმაოდ წარმატებით მას მიძლოს მათ მრავალი წერია. ღვიმე კარსტული წარმოშობის არის, რაც რაც ნიშნავს, რომ ძირითადი მინერალების გადაჭრება ესაა კირქვა. კირქვა წარმოადგენს მოლუსკების და მინერალების გარდაულ მასას. დარჩენილია წყლის ფსკერისგან და ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მინერალების წინათ იყო ზღვა, ეს არის ნაზღვაური ტერიტორია და სწორედ კირქვის გავლენით აიხსნება დასავლეთ საქართველოს სიმდიდრე კარსტული ღვინეებით. კირქვაში არის სამი სახსნელოვანი ფორმაა ჩამოყალიბებული, ესენია ზემოდან გამოჩენილი მოზრდილის ტალღები, ქვემოდან ზემოთმაზრდილი ტალღები და შეერთებული ფორმების ტალღები. ძალიან მინერალიზებული აღმოჩენები დაახლოებით 70-დან 100 წლამდე პერიოდში 1 კვადრატული სანტიმეტრით იმატებენ სიმდიდრეში. ტემპერატურა ღვიმეში მუდმივად + 15 გრადუსი ნარჩუნდება წლის ნებისმიერ დროს ნებისმიერ ამიშთა ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ტენიანობაც ასევე მუდმივად არჩენებული თიხის მაქსიმუმი 95%, აქედან მომდინარეობს ისრაელი აზერბაიჯანის და პოლონეთის გადაადგილების დროს და ჰაერი ასევე მუდმივად არჩენდება იდეალურად საფასურთა და ჟანგბადის დონის იდეალური მარჩენებული მოციქების გადაადგილების პროცენტი აქვს. საკმაოდ ჰაერია ღვიმეში განსაკუთრებით გასტროლი და ალერგიული დაავადებების დროს. პირველი არის 4 ფარბაზიანი გამოსახულიანი, ეს არის პირველი დარბაზი, ეწოდება ქართლის პალეოლითთა დარბაზი და პარალელურად ღვიმის მეორე სართულია. ამ შემდგომ გადაინაცვლებთ მეორე დარბაზში პირველ სართულზე, მეორე სახლად ეწოდება თიხმარის დარბაზი და ღვიმის ყველა დარბაზი მდებარეობს 18 მეტრის ზემოთზე. მესამე არის საალშობრო დარბაზი და ბოლოს მოაქვს ოქროს ჭადრაკის დარბაზი. როგორც დასაწყისში გითხარით, ღვიმეს არ აქვს გასასვლელი, ამიტომ იგივე გზის გავლით გავუნდებით უკან. თუ რამე კითხვა არ აქვს ამ ეტაპზე, უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ღვიმის დათვალიერება.
ძალიან მასიური სტალაგმიტები და სტალაქტიტებია და არის ძალიან მისტიური. იმიტომ რომ სხვა მოყვებისგან განსხვავებით ფერადი შუქები აქ არ არის და ცოტა ჰორორი მუვის გავს. აქ თავი რო არა ვარტყათ, ეხა მაინც მაღალმა ხალხმა რა ხო ხვდებით. ძალიან სიგრილია. გარეთ ეხა არის მინიმუმ 15 გრადუსი და აქ რა ვიცი, ალბათ 7. მეგობრებო, ამ ღვიმეს არ აქვს გასასვლელი და იგივე გზით ბრუნდები უკან, რითაც მოხვედი, იმიტომ რომ 7 მეტრიანი სისქის სტალაგმიტით არის ამოვსებული ეს გასასვლელი. რა არის ეს? საერთოდ ვარ კეთინო. ჩვენ ვართ ახლა სათაფლიოზე. მეტყვი სათაფლიო მეტყვი. კაი კითხვა დავსერჩოთ. აქ იყო თუნდაც დინოზავრები, რომელსაც ერქვა ზაური, ერთი ზაური. მაგარი საინფორმაციო. ხა მივდივართ ზავრიკოების პატივსაცემ ხსოვნა და რა ვიწყებ. როგორ იყოს? ის რაც ყავს ხალხი გამოწერა. და ამ წლის განმავლობაში ცხოვრებაში პირველად ვარ იმერელი ქალი დინოზავრის და კვალების სანახავად სათაფლიოზე მოსული. მილიონი წლის წინ. თიხოვანი და თიხოვანი მასა ბევრად რბილი ეხა ვიდრე დღეს არის და ეს გახდა შესაბამისად მიზეზი ესე კაფიო რატომაც არის ნაფთობები წარმოქმნილი. ასევე ძალიან საინტერესო ლოკაცია არის კრის მთის გადასახედი. აბა სათაფლია რატომ დაერქვა? წეგან ვიკი. სავარაუდო პასუხები შეგიძლიათ რომ თქვათ. რის გამო შეიძლება რომ სათაფლია დაერქვას დაწუნებულებას? ხო, გამოცხადდა რომ ყველანაირი პასუხები შეიძლება მისაღებია. ის როა კრისტალები ჩამოყალიბდა. ნამდვილად ხო, ფუტკრებთან არის კავშირში, ლოგიკურია ეს სახელწოდება. აქ ცხოვრობდა 20-ზე მეტი ქართული უნიკალური სახეობის ველური ფუტკარი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით თავს მოიპოვებდა. ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის პერიოდიდან აი აქ ამ თაფლის შეგროვებაზე არის საუბარი სხვადასხვა წყაროებში. თავიდან ეძახდა თაფლის სამართლის და შემდეგ დაიხვეწა სახელწოდება და დაერქვა სათაფლიად თვითონ დაცულ ტერიტორიას. იმ ადგილსაც ეხლა გავედით და გაჩვენებთ, სადაც ეს ველური ფუტკრები ცხოვრობდნენ. რო გამიზიაროთ თქვენი ის რო გამიზიაროთ შთაბეჭდილება და ეჭვია. რავი, მეთქი დონორებად ყორჭირს. სამნელი ხალხი შემოგვრეკეს. სანახავი არაფერია. მოიფლაყვნენ ჩვენი ინფლუენსერები და გამცილებელი ცდილობს რომ გამხიაროს. კამერებს აი აქ. და ბავშვებს. ეს არის ფუტკრების მთა. წავედით ახლა ფუტკრის მთიდან მივემართებით მღვიმისაკენ, რომ 45 გრადუსში გავგრილდეთ და ადამიანებს დავემსგავსეთ. და შემოვედით სათაფლის მღვიმეში. ვაუ, რა ლამაზია. მილიონი წელი არის ასაკი ხო, აი ამ ღვიმის. ეხლა ვარ 40 მეტრის სიღრმეზე ბალახის საფარიდან და ჩავდივარ დაახლოებით -90 მეტრს. თავარი ბილიკი რაც უნდა დავათვალიეროთ არის 300 მეტრი, მაგრამ ღვიმეში გვაქვს ასე ორი განშტოება და საერთო სიგრძე არის 1 კილომეტრი. სულ არის 3 სხვადასხვა. აქ არის 15 მეტრიანი ჭა, სადაც მდინარე ჩადის და როცა უხვინალექიაო და ჩანჩქერიც კეთდებაო და ქუთაისში გადის მერეო. ეხლა ვიფიქრებ სურვილს დავყრი
მაგრამ შეგვიძლია სურვილი. მოეთის გარეშე შემოვიდა შეგიძლია მოგესწრო. ესე იგი, ეს ყოფილა მეგობრებო, ერთადერთი სტალაგმიტი, მგონი არის, რომელიც ქვემოდან ამოდის და მგონი სწორად ხომ? და ეს ყოფილა ერთადერთი სტალაგმიტი, რომელსაც აქვს ფიზიოლოგიური გულის ფორმა. აი აქეთ აქვს აორტა. და მოკლედ ერთადერთია და ხალხმა თურმე გადაწყვეტა რომ აქ უნდა ჩაიფიქრონ სურვილები და ბევრიც ამბობს რომ გვიხდებაო და ჩვენც ვცადეთ ხა ბედი, იმიტომ რომ ცდაბედის მონახევრი. და მღვიმის შემდეგ მოვედით დინოზავრების პარკში. სადაც ეს მამაძაღლობები დგას. ძალიან ლამაზი ხეივნით სრულდება ჩვენი სათაფლის ტურნე. 5 ლარად იღება მარაოები, საოცრ. და ჩვენი მომდევნო ლოკაცია არის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი. ესე იგი უმცროს ოტია იოსელიანს აქვს ლუდსახარში ოტიას შვილიშვილს და ეხლა ჩვენ დავაგემოვნებთ მის ლუდებს და სხვათა შორის ძალიან ლამაზი შეფუთვები აქვთ. აი ესეთი აქვს ასევე კონიაკიც და ჭაჭაც. უნიკალური ფიშის ფუძელი 4 სახელი, რომლისგანაც 2 თემის გუნდს გაგება. ვარჯიშები და ციკლი. სწორედ აი ამ ციკლებში არის ეს კედელი. ხატული რა თქმა უნდა ჭაჭის. ბატონი დაჩი გვიტოვებს ავტოგრაფებს ჩვენს ციგნებზე. ძალიან დიდი პატივია ნამდვილად.